მკვლელობა თბილისში ქერჩის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით 30 წლის მამაკაცი მოკლეს. მეზობლების ინფორმაციით ის ქორეოგრაფი იყო და უკვე 10 წელზე მეტია რაც ბავშვებს ცეკვას ასწავლიდა. მკვლელობა სწორედ ქორეოგრაფიულ სტუდიაში მოხდა. დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი ერთ-ერთმა მეზობელმაც დაინახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდართან დაკავშირებით რამდენიმე წუთის წინ ერთი პირი დააგავეს. კინოლოგები სპეციალურად გაწვრთნილ ძაღლებთან ერთად რამდენიმე საათის განმავლობაში დანაშაულის ადგილს ამოწმებდნენ. გლდანში ქერჩის ქუჩაზე 30 წლის მამაკაცი ორი გასროლით მოკლეს. მეზობლების ინფორმაციით მოკლს ჭრილობები თავისა და ხელის არეში აქვს მიყენებული. მათივე მონათხრობით ვანოციკლაური ქორეოგრაფი იყო. ის შენობის მეორე სართულზე ცეკვის სტუდიაში იმყოფებოდა, როდესაც დარბაზში უცნობი პირი შევიდა და როგორც მეზობლები აცხადებენ, ორჯერ გაისროლა. ეჭვმტანელი გაქცევისას კორპუსის მცხოვრებლებმა დაინახეს. ბიჭი ის ახალგაზრდა. დროშამი აქვს სად მიდის აფხაზეთში ხო არ მიდის მეთქი თორის. მე დამიძახა მეზობლებმა რაღაცა მოხდა. ჩქარა მიდიოდა მანქანა და იქ გზა არ არის. გზა არ არის დაღმართზე ჩავიდა. ვიღაც შესრულა უცბად და ხმა გავარდაო მეზობლებმა, აი დიდი ხმა, ორჯერ სროლის ხმა. შევსრულა თორემ მეზობელი უკვე ეს გარბოდაო უკვე კიბეებზე, ის ეცვაო, რა ქვია, სამხედრო ფორმით იყო. კაცმა არ იცის სხვა სახე არაფერი არ დაუნახავთ ამ ბიჭის ისე გაქრა თურმე და წავიდა. 30 წლის ვანოციკლაური 10 წლის განმავლობაში ქერჩის ქუჩაზე მუშაობდა. ის ანსამბლ ხერთვისის ქორეოგრაფი იყო. მეზობლების განმარტებით ამ წლების განმავლობაში გარდაცვლილის კონფლიქტი არავისთან მოსვლია. ძალიან კაი პიროვნება იყო. მეზობლებიც იძახიან რომ არ გაივლიდა სალამს თუ არ მოგცემდა ტოლვილებს ნაკლებ ფასში ასწავლიდა ცეკვას ტოლვილების ბავშვებს. ვის რა აწყენინა ისეთი რომ ესეთი სასიკვდილოდ გაიმეტეს არ ვიცი. ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში უკვე გადაასვენეს. ჯერჯერობით უცნობია მკვლელობის მოტივი, თუმცა გარდაცვლილი ახლობლები მომხდარს სავარაუდო ფინანსურ პრობლემებს უკავშირებენ. ადგილზე მთელი დღის განმავლობაში სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. დღეს მოსულა ფორმაზე, სადღაც რესტორანში ცეკვავდა, თურმე დღეს იცოდა ალბათ ვინც ხა გამოყვა. რა ფული ექნებოდა ესეთი რომ ასე მოეკლა ახალგაზრდა ბავშვი. გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 100 მერვე და 236 მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.